ამბიტოებულ ტბაში მონსტრი უტევს ყველა თევზს. რიცი ეს იმიტომ, რომ ცოტა ხნის წინ აქ რამდენიმე მკვდარი თევზი ვიპოვე და ზოგიერთ მათგანს კბენის კვალი ეტყობოდა. ეხლა ჩემი მისია ყველა თევზი დავიჭირო და გადავარჩინო, მაგრამ ასევე მინდა გავიგო რა მონსტრია ეს, რომ შევძლოთ მისი დაჭერა და მოცილება. მაგრამ ეს ადვილი არ იქნება, რადგან ტბაში მხოლოდ ერთი მონსტრი არ არის. ვიდეოს გაგზავნებისას ჩვენ აღმოვაჩენთ გველებს, გიგანტურ კუებს, მომაკვდინებელ თევზებს და თუნდაც ალიგატორებს და მე მომიწევს მათი ყველა მოცილება თუ გვინდა რომ ეს თევზები გადავარჩინოთ. ასე რომ ძიება დავიწყე და მაშინ მე რაღაც დავიჭირე. ღმერთო ჩემო, შეხედე ამას, ეს საშინლად საზღვარია. ღმერთო ჩემო, ჰელენ, თევზია. დღის პირველი ამოღებაა და უკვე რაღაც დავიჭირეთ, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს ეს რა არის. რაღაც ლოკოს გავს. შეხედე რა გრძელი ულვაშები აქვს, ეს ძალიან მაგარია. მოდი ჩავსოთ ეს ამ გამაგრილებელ ყუთში. ეს გაჩვენებთ მეგობრებო, რომ ამ ტბაში ბევრი თევზია. მოდი დავბრუნდეთ და ვნახოთ კიდევ რა ვიპოვით. კარგი, მოდი მეორე ამოღება აქვე გავაკეთოთ. რაღაცას ვგრძნობ. ეს რა არის? ღმერთო ჩემო, შეხედეთ ამას მეგობრებო. ეს უზარმაზარი წითელი კაფშია. თუ გაინტერესებთ საერთოდ რატომ არიან ეს თევზები აქ, უბრალოდ ეს ადრე ვიღაცის ეზოს ტბა იყო, სადაც წლების განმავლობაში ყველაზე უცნაური თევზები ყავდათ გაშვებული. მაგრამ რადგან მათ ვეღარ უვლიან ამ თევზებზე ტბაში მონსტრები არიან, ეხლა ჩემი საქმეა მათი გადარჩენა. აქ უკვე ერთი ვიდეო გადავიღეთ და ძალიან მაგარი თევზები დავიჭირეთ. მოდი ვნახოთ დღეს რას დავიჭერთ. გავაგზავნე და თევზები სულ უფრო და უფრო უცნაურები ხდებოდნენ. ეს რა არის? აქ რაღაც სახეობის გველთევზა. მგონი ამას აზიური ჭაობის გველთევზა ქვია, მაგრამ ალბინოსივით გამოიყურება. ესეთი რამე არასდროს მინახავს ბიჭებო, ნახეთ რა უცნაურია. აქამდე მართლა მაგარი თევზები დავიჭირეთ. მაინტერესებს კიდევ რა შეიძლება იყოს იქ ქვემოთ. ჩავსვი ის გამაგრილებელ ყუთში და შემდეგ ბადეში კიდევ ერთი თევზი დავიჭირე. არ მჯერა. ღმერთო ჩემო, ეს პატარა წითელკუდა ლოქოა. ნახეთ რა საყვარელია ბიჭებო. წითელკუდა ლოქო მართლა ჩემი საყვარელი თევზია და ძალიან დიდები იზრდებიან. მოდით ჩავსვათ ისინი გამაგრილებელ ყუთში და გავაგზავნოთ. მგონი რაღაც დიდი დავიჭერეთ. ეს რა არის? ღმერთო ჩემო, ეს გურამია. მგონი კი ბიჭებო, შეხედეთ ამას. ეს უზარმაზარი ალბინოსი გურამია. ღმერთო ჩემო, ეს აშკარად ყველაზე დიდი თევზია, რაც აქამდე დაგუჭერია. მაგრამ მგონია რომ აქ კიდევ უფრო დიდი თევზებიც იქნება. მოდით ჩავსვათ ის კონტეინერში. კარგი, მოდი აქ კიდევ ერთ დიდ ამოსმას გავაკეთებ. მგონი რაღაცას ხედავ. არ არსებობს. ჰელენ, შეხედე ამას. ეს უზარმაზარი სამეფო პლეკოა. შეხედეთ რა უცნაური კბილები აქვს ხალხო. ეს ნამდვილი უცხოპლანეტელი თევზია. ესენი ბევრად უფრო იშვიათები არიან, ვიდრე ჩვეულებრივი პლეკოები. და ასეთი დიდი რომ იპოვოთ ძალიან იშვიათია. ასე რომ ეს ძალიან მაგარია. მაშინ ვიჭერდით უამრავ უცნაურ თევზს, მაგრამ ეს აქ არ დასრულებულა. რამე დავიჭირეთ? ღმერთო ჩემო, მან ეკალი ჩამარჯო ხალხო, შეხედეთ ამას. ეს პატარა რიფსო კატფიშის ნაშიერია. და როგორც ხედავთ, მათზე ძალიან უცნაური ეკლებია. ეს უბრალოდ პატარა ბაჭია. ისინი ბევრად უფრო დიდები იზრდებიან. ასე რომ იქნება ამ ვიდეოში უფრო დიდიც დავიჭიროთ. მგონი კიდევ ერთი დიდი თევზი დავიჭირე. კი, ეს რა არის? ღმერთო ჩემო, ეს გიგანტური ოსკარია. დამშვიდი ძმაო, დამშვიდი. ჩვენ შენს გადარჩენას ვცდილობთ. ეს ძალიან მაგარია ხალხო, შეხედეთ რა ლამაზია ეს ოსკარი. ეხლა მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მკვდარი თევზი ვიპოვეთ, კარგია რომ ბევრი ჯერ კიდევ ცოცხალია, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვიცით რა შეიძლება უტევდეს მათ. ასე იყო მანამ, სანამ შემდეგი ბადი არავია და ბოლოს პირველი მინიშნება ვიპოვეთ თუ რა შეიძლება იყოს ეს მონსტრი. ღმერთო ჩემო, ნახეთ, პატარა კუ დავიჭირეთ. რა საყვარელია ხალხო, შეხედეთ ამას. ეს არის პატარა რბილბაკიანი კუ. შეიძლება დიდად არ გამოიყურებოდეს, მაგრამ რბილბაკიანი კუები ცნობილია თავისი აგრესიულობით და იმით, რომ თევზებს ჭამენ. ასე რომ თუ აქ პატარაა, შეიძლება დიდი კუც იყოს. მაგრამ ეხლა ამ ბიჭს გავუშვებთ, რადგან ისინი ადგილობრივები არიან და ჩვენ გავაგრძელებთ. კარგი, მოდი აქ დიდ ბადეს ჩავუშვებ. მგონი რაღაცას ვგრძნობ. ეს რა არის? აქ დიდი თევზია. ეს რაღაც სახეობის ლოქოა ბიჭებო. შეხედეთ ამას. რა გრძელი ულვაშები აქვს ბიჭებო. ხშირად ვიცი რა თევზს ვიჭერ, მაგრამ არ ვიცი ეს რა სახეობის თევზია. თუ თქვენ იცით, კომენტარი დაწერეთ ქვემოთ, მაგრამ ძალიან ლამაზია. ამდენი თევზი დავიჭირეთ უკვე ბიჭებო, ეს უბრალოდ სიგიჟეა. მაგრამ არ ვიცოდი რომ აუზში კიდევ ბევრად მეტი თევზი იყო და ყველა უნდა დამეჭირა რომ გადამერჩინა ისინი. ამიტომ გავაგზავნე ბადით დაჭერა და რაღაც საოცარი დავიჭირე. ღმერთო ჩემო ბიჭებო, ეს თევზია. არ ვიცი ეს რა არის, უცხო პლანეტელს გავს ბიჭებო, მაგრამ რაც არ უნდა იყოს ძალიან ლამაზია. შეიძლება რაღაც სახეობის დანის თევზი იყოს. თუ იცით, კომენტარებში დაწერეთ. მაგრამ ეს კიდევ ერთი გიჟური თევზია ამ აუზიდან. გავაგზავნოთ და ვნახოთ კიდევ რა შეგვიძლია დავიჭიროთ. ნახე ჰელენ, ერთ ბადეში ორი თევზი დავიჭირეთ. მგონი ამას თუთი ყუშ ციხლი ქვია. ესენი ხშირად არ გვიჭერია. და აქვე მეორე თევზიც ყავს, რომელიც პატარა გარის ბარტყს გავს. ორივე მათგანი თერმოყუთში ჩავამატე და ამის შემდეგ შოგის მომგვრელი აღმოჩენა გავაკეთე. ღმერთო ჩემო, ნახე აქ. ნახე. აქ გველი დადის. ღმერთო ჩემო, ეს უზარმაზარი გველია.
ეს ნამდვილად შეიძლება იყოს ის, ვინც ყველა თევზს ჭამს, მეგობრებო. ღმერთო ჩემო, დავიჭირე. ნახეთ ეს, დამშვიდდი მეგობარო, გთხოვ, დამშვიდდი. მგონი ეს ან ვირთხის გველი, ან სიმინდის გველი. ესე იგი, ისინი შხამიანები არ არიან, რაც კარგია, რადგან ეხლა ხელში მიჭირავს. მაგრამ არ გონია თევზებს ჭამდნენ, ასე რომ ეს ალბათ არ არის მონსტრი. მაგრამ იცით ეს რას ნიშნავს, მეგობრებო? მონსტრი ჯერ კიდევ აუზშია და წარმოდგენა არ მაქვს რა შეიძლება იყოს. ამიტომ ძიება გავაგზელე და კიდევ ბევრი თევზის დაჭერა შევძელი. ოჰ, რაღაც დავიჭირეთ. შეხედეთ ამას, ღმერთო ჩემო, ეს ალბინოსი აზიური წითელკუდაა. ეს თევზები ძალიან იშვიათია. და როგორც ჩანს, აქ პატარა კოღოს თევზი და თავკომბალა დავიჭირეთ. ეხლა ვაპირებთ, რომ შევინახოთ ქაშაპი, ასევე თავკომბალა და კოღოს თევზიც. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ ჩალწიე ბადე და კიდევ რაღაც დავიჭირე. აქ კიდევ ორი თევზია. ამას სპილოს ცხვირა თევზი ქვია. და შეგიძლიათ მიხვდეთ რატომაც. შეხედეთ მის პატარა ცხვირს. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. და ეს აქ სინამდვილეში პატარა ბიშერია. ესენი ძალიან პრეისტორიული თევზები არიან. ისინი პირდაპირ დინოზავრებს გვანან, ასე რომ ეს საოცარია. ყველაფერი უცნაურად დაიწყო და თევზის გარდა სხვა რაღაცებსაც ვიჭერდი. ეს რა ჯანდაბაა, ბაყაყია? ღმერთო ჩემო, ნახეთ ეს. პატარა ბაყაყი დავიჭირეთ აქ, მაგრამ ჩვეულებრივად არ გამოიყურება. ესეთი რამ არასდროს მინახავს. ოჰ, მომსა. ფუ, რა საზიზრობაა. ეხლა ძალიან დავნეული ვარ. აუზში ცურავდა. წარმოდგენა არ მაქვს რა სახეობის ბაყაყია ეს, მაგრამ აუცილებლად დავიტოვებთ. ძალიან საყვარელია. გავაგზავნე და უფრო მეც თევზს ვიჭერდი. ო, კი, რაღაც დავიჭირეთ. ეს რა არის? ღმერთო ჩემო. არ არსებობს, ნახეთ. ეს პატარა ველსის ლოკოს გავს, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, კიდევ ერთი ძალიან მაგარი თევზია, რომელიც გადავარჩინეთ. ვინ იცის, კიდევ რას ვიპოვით იქ? ო, რაღაცას გგზნობ. ეს რა არის? ვაუ, ნახეთ ეს თევზი. კიდევ ერთი ქარიხლაპია. წითელი დავიჭირეთ ცოტა ხნის წინ. სრულიად დარწმუნებული არ ვარ რა სახეობაა ეს, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ძალიან მაგარი თევზია. როცა ძიებას ვაგზელებდი, კიდევ ერთი მონსტრის კვალი ვიპოვე. ამ ბადეში კიდევ ორი თევზი დავიჭირეთ. ნახეთ ეს ბიჭებო. ეს პატარა რაფაელის ლოქუა. ის დავიჭირეთ და კიდევ ერთი თევზიც აქვეა. როგორც ჩანს, ერთ თვალი აკლია. რაფაელის ლოკოსაც ფარფლის ნაწილი აკლია. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ მათ აუზში მონსტრი დაესხა თავს, მაგრამ როგორღაც გადარჩნენ, ასე რომ ნამდვილად უნდა გავიგოთ რა არის ეს. ო, რაღაცას გრძნობ. ნამდვილად დავიჭირეთ თევზი აქ. ო, არ მჯერა. ეს ალბინოსი ოსკარია ბიჭებო. ნახეთ რა ლამაზია ეს თევზი. ღმერთო ჩემო. ოსკარები ძალიან მიყვარს. ისინი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი თევზებია და ეს განსაკუთრებულად ლამაზია. ამ აუზში ბევრი თევზია. მგონია რომ კიდევ ბევრია შიგნით. ასე რომ გავაგზელოთ. მოდი ბადე ჩაუშვათ ღრმა ნაწილში. რაღაც აუცილებლად უნდა იყოს იქ. ო, ეს რა არის? ღმერთო ჩემო. ეს ვალჩერის კატოფიშია ბიჭებო. შეხედეთ. ესეთი თევზი წლები არ დამიჭერია. ისინი საკმაოდ იშვიათები არიან. ესე რომ ნამდვილად არ ველოდი აქ რომ დამეჭირა, მაგრამ ეს საოცარია. ეხლა ჯაჯერობით უმეტესობა იმ თევზებისა, რაც დავიჭერეთ, აუზის ღრმა ნაწილში იყო. ამიტომ გადავწყვიტე რომ შემეცვალა სტრატეგია და პატარა ბადე ამეღო, რათა მეძიებინა მარცხი ნაწილი. კარგი, პირველი ამოღება მარცხ ნაწილში. ვნახოთ რას ვიპოვით. ო, რაღაცას ხედავ. არ არსებობს. ის რამ სუქანი ოქროს თევზია ბიჭებო. ო, ვაუ, ბევრი კოვოს თევზის დავიჭირეთ. მაგრამ შეხედეთ ამ ოქროს თევზის ზომას. ეს ალბათ ყველაზე დიდი ოქროს თევზია, რაც კი ოდესმე მინახავს. კარგი, ვნახოთ კიდევ რას დავიჭერთ. ო, ეს რა ჯანდაბაა? შეხედეთ ამას. ბადეში თევზი გყავს. ეს ოქროს პერიუმია ბიჭებო. ეს თევზი ულამაზესია. როცა ვაგზელებდი, თევზები სულ უფრო და უფრო უცნაურები ხდებოდნენ და ყოველ ამოღებაში რაღაცას ვიჭერდი. შეხედე ამას, ელენ. ბადეში უზარმაზარი თევზი გყავს. არ ვიცი ეს რა თევზია, მაგრამ ძალიან მაგრად გამოიყურება. ის რაღაცით Clone Nightfish გავს, მაგრამ ლაქების გარეშე. ეს სიგიჟეა. მაგრამ ასევე ჩანს, რომ ბადეში ათასობით კოღოს თევზი გყავს. შეხედეთ ამას. მართლა იმდენია, რომ დათვლაც კი არ შემიძლია. მაგრამ არ ინერვიულოთ ბიჭებო. ასევე უშველით პატარა თევზებს და მათ ცალკე ვედროში ვათავსებთ. მოგვიანებით ვიდეოში გავუშვებთ მათ. მაგრამ ეხლა ამ უცნობ თევზს გავუშვებთ კულერში და გავაგრძელებთ. სხვა ბადე ავიღეთ, როცა ამოვწიე რაღაც დიდი შელმიშნე. ეს დიდი კუა ბიჭებო. შეხედეთ ამას. რასაკეთებ აქ? როგორ მოხვედი ამ აუზში? ბიჭებო, მე იჩვება რომ ზოლნომე პატრონეებმა ის აქ ჩასვეს. ალბათ უბრალოდ შემოიპარა. ასე რომ კარგია რომ დავიჭირეთ. ეხლა ნამდვილ აუზში გადავუშვებთ და გავაგრძელებთ. ეს მართლა უცნაურია. კარგი, წავედით. აქვე კიდევ ერთ ბადეს ავიღებთ. მათ წყალში ბევრი თევზი და კუ იყო. მოდი ვნახოთ რა ბყავს ამ ბადეში. ო, ეს რა არის? ღმერთო ჩემო, ეს რაღაც დიდი მასაა ბიჭებო. არ ვიცი რა დავიჭირეთ ახლა, მაგრამ რაღაც სახის თევზია. თუ იცით რა არის, კომენტარი დაწელეთ ქვემოთ. ზურბზე უცნაური ეკლები აქვს, ეს ძალიან მაგარია. ო, მგონი რაღაცას ხედავ იქვე, მოდი. დავიჭირეთ, კი დავიჭირეთ, ვიჭირეთ. ნახეთ, აქ დიდი Clone Nightfish-ი დავიჭირეთ. ღმერთო ჩემო, ეს ძალიან მაგარია. მოიცადე ჰელენ, არ გაინძრე. ნახე ეს ტალახის მხტომარაა? კი ბიჭებო, ეგ არის. ნახეთ ეს. თავიდან ვერც კი შევამშნიე ბიჭებო. ეს თევზები ძალიან მაგარია.
და ისინი ცნობილები არიან იმით, რომ შეუძლიათ ხმელეთზე სიარული ზუსტად როგორც ეხლა აკეთებს. ნახეთ ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. ალბათ ეს იყო ბოლო რამ, რასაც ამ აუზიდან დავიჭერდი. ეს უბრალოდ გაჩვენებთ ბიჭებო, რომ იქ შეიძლება ყველაფერი იყოს. რაც უფრო ვაგზელებდი, თევზები სულ უფრო და უფრო უცნაურები ხდებოდნენ. დიდი თევზი დაგვიჭერია ბადეში. ნახეთ ეს ბიჭებო. ეს უზარმაზარი სინოდონტია. ალბათ ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სინოდონტის კატაფიშია, რაც კი ოდესმე მინახავს. და კიდევ ეს მშვენიერი პატარა ოსკარი დავიჭირეთ. ძალიან გავსინ დიც, რომელიც ადრე დავიჭირეთ. ვაუ, ბიჭებო, ეს სწორი მართლა მაგარი თევზია. ზებნა გავაგზელე, როცა უცებ რაღაც უცნაური დავინახე. ეს რა არის? ღმერთო ჩემო, ეს ხვლიკია. არა, არ მჯერა. ნახეთ ეს აქ არის ეგრეთ წოდებულ ვებქვის სალამანდრა ბიჭებო. და ეს უზარმაზარია. ეს არსებები სინამდვილეში ფლორიდის მკვიდრები არიან. ზუსტად ისე როგორც კუ, დარწმუნებული ვარ, ისიც აქ ახლო მდებარე თბორიდან შემოვიდა. ეს ძალიან მაგარია. ჩვენ უბრალოდ გადაგარჩინეთ. ეხლა მიუხედავად იმისა, რომ ის ხვლიკი გადავარჩინეთ, სამწუხაროდ იგივე ვერ ითქმის იმაზე, რასაც შემდეგ წავაწყდით. ეს რა არის, ჰელენ? აქ შეხედე. ეს რაღაცა სახეობის გრილთევზას გავს. ეს რა ჯანდაბაა? ხარა, მეგობრებო, ეს თოკისებრი თევზია, მაგრამ სამწუხაროდ ის მკვდარია, აღარ მოძრაობს. ეს ნიშნავს, რომ ძალიან უნდა ვიჩქაროთ, რადგან დრო იწურება. მას სწრაფად დავბრუნდით ბორში და დავიწყეთ თევზების დაჭერა ერთი მეორის მიყოლებით. ეს რა არის, მეგობრებო? ეს რაღაც სახეობის კალათევზას გავს. მეგობრებო, შეხედეთ ამას. ის რაღაცით გოფერის კალათევზას გავს, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ. ძალიან უცნაურად გამოიყურება. მაგრამ კიდევ ერთხელ, ამ თევზს ერთი გზელი ფარფლი აქვს და ერთი მოკლე ფარფლი, რაც ნიშნავს, რომ შეიძლება აქ ვიღაცამ შეუტია, ასე რომ კარგია რომ გამოვიყვანეთ. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე თევზი დავიჭირე და ეს პატარა კუაც კი. მაგრამ როცა გავაგვაგზელე, ბევრად უფრო საშიშ რამეს გადავატკდი. ღმერთო ჩემო, ჰელენ, ქვემოთ შეხედე, წყალში გველი არის. ღმერთო ჩემო, კარგი ვცდი გველი დავიჭირო. აი აქ არის, მზად ხარ? 3, 2, 1. დავიჭირე, ღმერთო ჩემო, იდეალურად დავიჭირე მეგობრებო, პირდაპირ თავთან ახლოს. ეს აქ არის ეგრეთ წოდებულ ყავის წყლის გველი და ისინი ცნობილია თევზების ჭამით, მაგრამ რადგან ასეთი პატარაა, არ მგონია ის იყოს ის მონსტრი, რომელსაც ვეძებთ. და თუ ჩემს უკან შეხედავთ, უკან ვხედავ უამრავ თევზს ამ თბორის ნაწილში. მოდი დავიწყოთ ბადით დაჭერა, ნახოთ რას დავიჭერთ. აი ერთი აქ არის. შეხედეთ ამას. შედი ბადეში. მგონი დავიჭირეთ, ღმერთო ჩემო. ნახეთ მეგობრებო, ეს არის დიდი, გიგანტური გარამი. ეს დიდი თევზია, მაგრამ იქ კიდევ უფრო დიდიებიც ვნახე. მოდი ეს ბიჭი ჩავდოთ გამაგრილებელში და გამაგრძელოთ. რაღაც დავიჭირეთ, შეხედეთ ამას. ეს არის გიგანტური ოსკარი მეგობრებო. ვაუ, ისიც ძალიან ლამაზია. ბიჭებო, ხო ვითარით რომ იქ დიდი თევზები არიან. გავაგზელეთ ზებნა. და შემდეგ ბადეში კიდევ ერთი მონსტრი თევზი დავიჭირე. ეს თბორი ძალიან მღვრია მეგობრებო, შეხედეთ ამას. თევზი დავიჭირეთ. ეს დიდი სამეფო კლოუნი ღამის თევზია. ღმერთო ჩემო, ვაუ, შეხედეთ ამას მეგობრებო. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი თევზია, რაც კი ოდესმე დავიჭერია. საინტერესო ფაქტია, რომ ამ თევზებს წყლის ქვეშ უკუღმად სურვაც შეუძლიათ. ასე რომ მათი დაჭერა არც ისე მარტივია. ეხლა გამაგრილებელში ჩაგსვამ. როცა ძიებას ვაგზელებდი, ძალიან ბევრ თევზს ვიჭერდით, მათ შორის ამ პატარა რიფსაუკაც ფიშს და ამ პატარა ალბინოს პაკუს. ეხლა კი მართალია, ეს პატარა ალბინოს პაკუ დავიჭირეთ, მაგრამ როცა გველს ვიჭერდით, მგონი ბევრად დიდი შემნიშნე. მოდი ვნახოთ, შევძლებთ თუ არა მის დაჭერას. აი იქ არის, აი იქ არის. დავიჭირეთ. ღმერთო ჩემო, მართალი ვიყავი. ეს ნამდვილი მონსტრი ალბინოს პაკუა. ეხლა ნამდვილად ამებიები შეგხვდა, ღმერთო ჩემო. თუ არ იცოდით, ტვინის მჭამელი ამებიები პარაზიტებია, რომლებიც მიტოვებულ თბორებში შეიძლება შეგხვდეს. და თუ წყალი წყვილში შეგივათ, არსებობს შანსი, რომ ისინი ტვინს შეგიჭამენ და მოკვდებით. ასე რომ ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც უნდა ვიყოთ ფრთხილად ამ სამაშველო მისიაში. შეხედეთ ამ ბიჭის კბილებს, ეს თევზი პირანიების მონათესავეა, ანუ შეხედეთ ამას, ნამდვილად არ გინდათ რომ მან გიკბინოთ. კიდევ ერთი ამოვიხიდე, საბოლოოდ ყველაზე დიდი თევზი დავიჭირე აქამდე. ღმერთო ჩემო, ჰელენ, შეხედე ამას, უზარმაზარი თევზი გვყავს აქ. აი ეს ნამდვილი მონსტრი ბიშერია, ღმერთო ჩემო. ეს უბრალოდ სიგიჟეა ბიჭებო. ეს იყო ბოლო რამ, რასაც ველოდი რომ იქ დავიჭერდი. მგონია რომ ეს შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე დიდი იყოს, რაც ოდესმე მინახავს. აშკარად იქ ქვემოთ ბევრი თევზია. მოდი ეს ბიჭი ჩავდოთ გამაგრილებელში და მერე იდეა მაქვს. ეს აქ თევზის მახია. ეხლა ამას აქ ჩავდებ და მთელი ღამის დავტოვებ. ასე რომ რაც თევზის დარჩა შიგნით, იმედია შევა მახეში და ჩვენ შევძლებთ მას დაჭერას. ასე რომ სათხუ არა ჩავდე და ჩავშვი. შემდეგ კი გავაგზელეთ bis დანარჩენი ნაწილის შესწავლა, რომ მენახა კიდევ რას ვიპოვიდით. ღმერთო ჩემო, შეხედე ამას, ეს ხომ ზუთხია? არ არსებობს. ბიჭებო, ჩვენ ახლა ხან ზუთხი ამოვიყვანეთ ამ თბიდან. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. ეს თევზები ძალიან იშვიათია და ამას ეწოდება ბრილიანტის ზურგიანი სტურგონი. ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ზუთხია, რაც შეიძლება იპოვო. თუმცა ისინი ძალიან ნაზები არიან. ასე რომ სწრაფად ჩავდებ ამ ბიჭს გამაგრილებელში და გავაგრძელებთ. ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტი მკვდარი თევზი ვიპოვე. და ასევე ვიპოვე ეს ოსკარი, რომელსაც თვალი აკლდა. უკვე იმედს ვკარგავდი, მაგრამ შემდეგივე ბადეში ყველაზე საშიში თევზი დავიჭირე აქამდე. რა არის ეს, ჰელენ? ღმერთო ჩემო, აქ რაღაც
სიგიჟეა. ის არის, რასაც ვფიქრობ? ღმერთო ჩემო, ეს აბაბადანა თევზია. ერთ-ერთი ყველაზე საშიში თევზია მსოფლიოში. ახლა ვერ ვიჯერებ ამას. ეს უდავოდ ყველაზე იშვიათი თევზია, რომელიც ამ საღამოს აქამდე დავიჭირეთ. ეს თევზები ცნობილია იმით, რომ ძალიან აგრესიულები არიან სხვა თევზების მიმართ. და შეულებრივ შეგიძლია ისინი აკვარიუმში მარტო ყავდეს, თორემ ყველაფერს მოკლავენ იქვენიკ. ასე რომ ეს ნამდვილად შეიძლება იყოს ერთ-ერთი მონსტრი აქ, რომელიც ყველაფერს ესმის თესხმის თავს. ხო და კიდევ ერთი მონსტრი მოუშორეთ. თუმცა მგონია, რომ იქ კიდევ ბევრია დარჩენილი. გავაგრძელეთ და მაშინვე კიდევ ერთი თევზი დავიჭირე. ჰელენ, მგონი რაღაც დავიჭირეთ. კიდევ ერთი ესეთი პატარა ბლობის თევზია. რას აკეთებ იქ, მეგობარო? ეს ხომ სიგიჟეა. ღმერთო ჩემო, ამან ეხლა დამჩხვლიტა ხალხო. მაშინ არ ვიცოდი, მაგრამ ეს თევზი სინამდვილეში მტკნარი წყლის ლომთევზა იყო და ისინი ძალიან შხამიანები არიან. ასე რომ ფრთხილად ჩავამატეთ ის ყინულში და ძიება გავაგრძელეთ. აქ მართლაც ძალიან ბევრი თევზია. ოვალბადაში რაღაცას ვიჭერთ. ვნახოთ რა გვყავს აქ. რაღაც ნამდვილად დავიჭირეთ, მაგრამ რა არის ეს? არ ვიცი. ვაუ, გთხოვთ დამეხმარეთ ამ თევზის ამოცნობაში და კომენტარებში დაწერეთ მისი სახელი. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, აუცილებლად ჩავდებ მას ყინულში. ეს მართლაც საოცარი თევზია. ძიებას ვაგრძელებდით და სიტუაცია ცოტა გიჟურად განვითარდა. რაღაცას ვხედავ. არ მჯერა. კიდევ ერთი ესეთი პატარა მსუქანი ბაყაყია. ღმერთო ჩემო, რას აკეთებ იქ, მეგობარო? ეხლა გბენას წადა. რაც არ უნდა იყოს ეს ბაყაყი, მგონი მთლიანად წყლის ბაყაყია, რადგან ის აუზის ფსკერზე დავიჭირეთ. ეს სიგიჟეა. ღმერთო ჩემო. აი ტალახში მხტუნავი თევზია. დაიჯირე ის. კარგი, დავიჭირე. ბაყაყი მიკბენს. რა ხდება? ეს ბაყაყი მიგბენს თან ტალახში მფტუნავი თევზი ცდილობს გაგვექცეს. ეს სიგიჟეა. ამის შემდეგ ყველაფერი უფრო აქტიური გახდა და ყოველ ბადეში რამდენიმე თევზს ვიჭერდით. მგონი ალბინოსი პლეიკო დავიჭირეთ. ნახეთ ბიჭებო, ეს ძალიან ლამაზი თევზია. კიდევ რაღაც არის შიგნით, ნახეთ. ღმერთო ჩემო, კიდევ ერთი პლაკოა, მაგრამ ეს სხვანაირია, შეხედეთ ამას. ამას ადონის პლაკო ქვია და ისინი პლაკოს ყველაზე დიდი სახეობაა მსოფლიოში. და მე ასეთი არასდროს დამიჯერია. რამდენიმე ბადის შემდეგ ბოლოს სხვა რამეც დავიჭირე. არ მჯერა ჰელენ, ღმერთო ჩემო, ეს მადმტკნარი წყლის დელფინია. პირველ ვიდეოში აქ ჩვენ მართლაც დავიჭირეთ მონსტრი დელფინი. ეს კი უბრალოდ ჯერ პატარაა, მაგრამ მაინც ძალიან მაგარია და ძალიან იშვიათია. ეხლა მართლა მიტყამს დენს ბიჭებო. საინტერესო ფაქტია ამ თევზებზე, რომ მათ შეუძლიათ ელექტრული იმპულსების განუყოფა. მოდი სწრაფად ჩავდოთ ის ყინულში, რომ აღარ დამარტყას დენი. ვაუ, რა საოცარი აღმოჩენაა. ავიჯე კიდევ ერთი ბადე და როცა ამოქონდა რაღაც საოცარი დავინახე. ღმერთო ჩემო, ჰელენ, მოდი ნახე ეს. არ არსებობს რა. ერთი მეორის მიყოლებით საოცარი თევზები მეგობრებო. ეს არის პლატინისფერი წითელკუდა ლოკო და ის უზარმაზარია. შეხედეთ ამას. ეს ყველაზე დიდი ეგზემპლარია, რაც კი ოდესმე მინახავს. თუ არ იცოდით, წითელკუდა ლოკო ჩემი საყვარელი თევზია, მაგრამ ასეთი ზომის პლატინისფერის პოვნა ძალიან იშვიათია. ეს თევზი რამდენიმე $1000 უნდა ღირდეს. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია მეგობრებო. თუმცა ძალიან მაგარია, რომ ამ საოცარ თევზებს უშველით, ჯერ კიდევ არ ვიცით რა შეიძლება იყოს მონსტრი. მაშასე გავაგზავნებთ ძიებას და იმედი გვაქვს რომ დავიჭერთ მას. წავედით. დიდი ბადე ღრმა ნაწილში. ღმერთო ჩემო, მგონი ფაიერილი დავიჭირეთ მეგობრებო. ეს არის ფაიერილი და ეს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი თევზია, რაც კი ოდესმე მინახავს. თუმცა ისინი ძალიან მოცურავეები არიან. მოდი სწრაფად ჩავდოთ ის ყინულში და გავაგრძელოთ. მოდით კიდევ ერთხელ დიდი ბადე ჩაუშვათ აქ მეგობრებო და ვნახოთ რას დავიჭერთ. ღმერთო ჩემო, ჰელენ, ნახე იქ. არ არსებობს, ეს პატარა ფუფერ თევზია. ღმერთო ჩემო, რა საყვარელია. თუ კარგად დააკვირდები, ეს სინამდვილეში Cross River ფუფერია, რომელსაც ასევე მსოფლიოში ყველაზე იშვიათ ფუფერ თევზად იცნობენ. ისე იშვიათია, რომ ეს პატარა არსება ალბათ $700 ღირს, რაც სიგიჟეა. და ჩვენ ის უბრალოდ აუზიდან დავიჭირეთ და გადავარჩინეთ. მოდი გადავიყვანოთ გამაგრილებელში. ბადეში რაღაცას გძნობ. ნამდვილად რაღაც დავიჭირეთ. ეს რა არის? ღმერთო ჩემო. ეს კიდევ ერთი ალბინოსი პლაკოა, მაგრამ ეს ბევრად უფრო დიდია. ეს სიგიჟეა მეგობრებო, შეხედეთ რა ლამაზია ეს თევზი. ეხლა როცა ამდენ უცნაურ თევზს ვიჭერთ, ხვდები რომ თუ მართლა გვინდა გავიგოთ რა არის მონსტრი, ალბათ უფრო დიდი ბადე დამჭირდება. თუმცა ერთი პრობლემა არსებობს. ჩემს ყველაზე დიდ ბადეს გრძელით არ იარავს, რაც ნიშნავს რომ თუ მინდა გამოვიყენო, აუზში უნდა შევიდე. ზუსტად ეს გავაკეთე. ღმერთო მეგობრებო, ეს ცოტა საშიშია. აქ შეიძლება ყველაფერი იყოს, მაგრამ გასაგებად ერთადერთი გზა არის ბადით მოვჩვრიკოთ აქაურობა. რაღაცას გგზნობ. დიდი თევზი დავიჭირეთ, ჰელენ. ეს რა ჯანდაბაა? ეს დიდი მტკნარი წყლის ზვიგენია. ამას ნამდვილად არ ველოდი მეგობრებო, შეხედეთ ამას.
ეხლა მიუხედავად იმისა, რომ მათ ზვიგენებს ეძახიან, მე არ მგონია ეს თევზი ყველაფერს ესმოდეს თავს, რადგან ესენი სინამდვილეში საკმაოდ მშვიდები არიან და სხვა თევზებს არ ჭამენ. მათ ზვიგენებს მხოლოდ იმიტომ ეძახიან, რომ ზურგის ფარფლი აქ ზუსტად ზვიგენისას გავს. მე ჩავამატე ის გამაგრილებელში და შემდეგ ისევ აუზში შევედი. მოდი ცოტა უფრო ღრმად შევიდეთ და ვნახოთ რას ვიპოვით აქ. დიდი ამოღება. მოდი. რაღაცას ვგრძნობ. რაც არ უნდა იყოს, რაღაც დიდი უნდა იყოს. ღმერთო, შეხედეთ ამას. ეს დიდი წითელკუდა თევზია. რა მაგარია. ეს ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ის, რომელიც ადრე დავიჭირეთ. შეხედეთ ამას, მეგობრებო, ეს ნამდვილად აუზის მონსტრია. ვაგზირებდი ბადი თევზაობას და მალე მივხვდი, რომ ეს აუზი სავსე იყო მტკნარი წყლის ზვიგენებით. ღმერთო, რაღაცამ უბრალოდ შემიტია, მეგობრებო. სწრაფად ავირე კიდევ ერთი ბადე და მოვახელხე მისი დაჭერა. რაღაც უფრო დიდ ზუგზნობ, ჰელენ. კიდევ ერთი მონსტრი თევზი დავიჭირეთ. ეს კიდევ ერთი უზარმაზარი მტკნარი წყლის ზვიგენია. ღმერთო ჩემო, ეს კიდევ უფრო დიდია ვიდრე პირველი. შეხედეთ ამას, მეგობრებო. ხო მეგობრებო, თუ იქ ორი ზვიგენია შეიძლება კიდევ ბევრი იყოს. ასე რომ ამბიც ჩავდებ გამაგრილებელ უთში მეორესთან ერთად და გავაგრძელებთ. მგონი რაღაც დიდს ვხედავ იქვე. ვნახოთ შევძლებთ თუ არა მის დაჭერას. ღმერთო, სულ სველი ვარ. არა, ჩემი ჩექმები ცხლით აივსო. ეს ძალიან ცივია, მოიცადე. მგონი რაღაც ბადეში გვაქვს. ნახე, იქ ქვემოთ დიდი ალბინოსი თევზია. ეს რა ჯანდაბაა? მეგობრებო, შეხედეთ. ეს უზარმაზარი ალბინოსი აზიური წითელკუდა ლოქუა. მგონი ეს ყველაზე დიდი კალათია, რაც ოდესმე მინახავს. შეხედეთ რა მსუქანია. აშკარად კარგად იკვებება იქ. ღმერთო ჩემო, ეს ძალიან მაგარია, მეგობრებო. ჩვენ კიდევ ერთი მონსტრი თევზი დავიჭირეთ. ხმა ნაწილში ბევრი თევზი დავიჭირეთ. მოდი ახლა რამდენიმე ბადი ავიღოთ მეჩხერ ნაწილში და ვნახოთ რას დავიჭერთ. წავედით. დიდი ამოღება. მოდი, რამე დამიჭირე. ღმერთო, ამ ბადეში ბევრი ტალახია. მაგრამ მოდი ამოვიტანოთ აქ და ვნახოთ რამე დავიჭირეთ თუ არა. არა, არ მჯერა. ხუმრობთ? მეგობრებო, კიდევ ერთი აბაზდანა თევზი დავიჭირეთ. ესეთი ბევრი არასდროს მინახავს ჩემს ცხოვრებაში. რა ლამაზი თევზია, მეგობრებო. არ ჩანს რომ საშიშია, მაგრამ ასეა. ზიებას ვაგრძელებდი. და შემდეგ ბადეში ეს დავიჭირე. ვგრძნობ რომ ბადეში რაღაც დიდი მოხდა. მოდი აქ. მგონია კიდევ ერთი ზვიგენია. ხუმრობთ? ეს უკვე მესამეა, რას დავიჭირეთ. და ესეც საკმაოდ დიდია, მეგობრებო, შეხედეთ ამას. მგონი თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ტბორი ნამდვილად სავსეა ზვიგენებით. ეხლა კი მგონია, რომ ტბორის ყველაზე ღრმა ნაწილში უნდა წავიდე, რომ ვნახო იქ კიდევ რა ცხოვრობს. მგონია, რომ ეს შეიძლება იყოს ყველაზე საშიში რამ, რაც ოდესმე გამიგეთებია, მეგობრებო. მართლა არ ვიცი აქ რა არის. მხოლოდ ის ვიცი, რომ აგრესიულია. პირველად ჩაუშვი ბადე ღრმა ნაწილში, როცა უცებ რაღაცამ დამესხა თავს. ღმერთო ჩემო, რაღაც უზარმაზარმა ეხლახან შემეხო. ლორწოვანი იყო. ბადე დავკარგე. ბადე ვიპოვე. და მძიმეა კიდევაც. ბიჭებო, ეხლა შანსია რომ იმა რაც ეხლახან შემეხო შეიძლება ბადეში იყოს. პირდაპირ ძალიან მძიმეა. ღმერთო ჩემო, ეს რა ჯანდაბაა? ეს ყველაზე დიდი კუა რაც ოდესმე მინახავს. ეს მძიმეა ბიჭებო, მგონი ეს უზარმაზარი რბილნაჭუჭიანი კუა. ასე რომ შეიძლება მართალი ვიყავი ვიდეოს დასაწყისში, როცა ის პატარა ვიპოვე. თუ აქ პატარა, შეიძლება უფრო დიდი იყოს. ღმერთო ჩემო, არც კი ხუმრობ. ეს ყველაზე დიდი კუა რაც ოდესმე მინახავს. და როგორც თქვი, ესენი ძალიან აგრესიულები არიან და თევზებსაც ჭამენ. ასე რომ ეს ნამდვილად შეიძლება იყოს ის ურჩხული, რომელიც ყველაფერს ესხმოდა თავს. უბრალოდ შეხედეთ მაგის ზომას. მას ბასრი ბჭალებიც აქვს. ახლახან დამკაცრა. კარგი, უბრალოდ დაგსვამ. აშკარად უკმაყოფილოა. ეს უბრალოდ სიგიჟეა. ეხლა როცა ეს უზარმაზარი კუ დავიჭირეთ, დარწმუნებული ვიყავი რომ ურჩხული მოვიშორეთ. მაგრამ როცა ისევ აუზში შევედი, მივხვდი რომ იქ კიდევ უფრო დიდი რაღაცა იყო. ბობი, ეხლავე ამოდი აუზიდან. რატო? სერიოზულად გეუბნები, ეხლავე ამოდი. გეფიცები, ეხლა ნიანგი დავინახე. რა? ნიანგი? ხუმრობ ხომ ასეა? სად იყო? იქ ბუჩქებში. არა, არავითარ შემთხვევაში. კარგი, იმედი მაქვს კამერაზე დააფიქსირეთ ბიჭებო. ჰელენმა ახლახან თქვა რომ იქ ნიანგი ნახა. მე იმ წყალში დაახლოებით 1 საათი ვიყავი. მგონი ეს ნიშნავს რომ იქ აღარ შევალ, მაგრამ ჯერ კიდევ ყველა თევზი უნდა გამოვიყვანოთ. მგონი იდეა მაქვს. აქ მაქვს ორი თევზის მახე. ერთი პატარა და ერთი დიდი. ორივე სათხუარად ტილაპიას გამოვიყენებთ და მთელი ღამე აუზში დავტოვებთ. ასე რომ რაც კიდევ დარჩენილია იქ ქვემოთ, იმედია მახეში შევა და შვენას დავიჭერთ. პატარა მახის მეჩხერ წყალში დავდებ, დიდს კი ღრმა ნაწილში. ეხლა კი უნდა დაველოდოთ. კარგი მეგობრებო, ეხლა ღამის შუადროა და დროა შევმოწმოთ ჩვენი სამი თევზის მახე. იმედი მაქვს რომ მონსტრი ერთ-ერთში მაინც დავიჭირეთ. დავიწყებთ აქ ყველაზე პატარა თევზის მახით და შემდეგ გადავდივართ ყველაზე დიდზე. მოდი ამოვიღოთ და ვნახოთ რა დავიჭირეთ. წავედით. რამეს ხედავთ? ღმერთო ჩემო, ვხედავ თევზებს შიგნით. ამ მახეში ბევრი თევზი დავიჭირეთ, მეგობრებო. მოდი გავხსნათ თევზის მახის კარი. ღმერთო ჩემო, შეხედეთ ამას. კიდევ ერთი აზიური ჭაობის გველთევზა დავიჭირეთ. ეს ძალიან მაგარია. ჩავამატოთ ვედროში. აქ კიდევ ბევრი თევზია
მაგარია მეგობრებო, შეხედეთ ამას. რა ლამაზი პატარა ოსკარია. აქ კიდევ ერთი ალბინოსი პაკუ დავიჭირეთ. მეგობრებო, ეს სიგიჟეა. ამ მახეში მართლაც ძალიან ბევრი თევზია. უნდა ვიჩქაროთ. პირდაპირ მუჩებით ვიღებ თევზებს იქიდან. აქ ყავს პატარა სინოდონტისი, ელექტროლურჯი აკარა და კიდევ ერთი პატარა ოსკარი. მოდი დანარჩენი თევზების დავყაროთ. ღმერთო ჩემო. არა მოიცადეთ, შეხედეთ ამას. აქ კიდევ ერთი პატარა ტალახის კიპერი ყავს. ეს ძალიან მაგარია მეგობრებო. მახეში პატარა ტალახის კიპერი დავიჭირეთ. და როგორც შანსი აქ პატარა ალბინოსი ირიდესცენტულის ვიგენი ყავს. კიდევ რამდენიმე ციხლიდი, კიდევ ერთი სინოდონტისი და გარამი. ეს უბრალოდ სიგიჟე იყო მეგობრებო. პირველ მახეში ამდენი თევზი დავიჭირეთ. ეხლა მეორე მახეს შევმოწმებთ. ვინ იცის იქ რას ვიპოვით? თვალს მითხარით, რამე დავიჭირეთ? ოუ, შეხედეთ ამას. უკვე ვხედავ თევზს შიგნით. ღმერთო ჩემო, ეს მახე ისეთი მძიმეა. ამდენი თევზი დავიჭირეთ. შეხედეთ ამას. ვაუ, უზარმაზარი როიალ პლეიკო დავიჭირეთ. ეს რა არის? უკვე მესამეა ამ საღამოს. ეხლა ვეცდებით ვედროში ჩავაგდოთ. კიდევ ერთი პატარა ალბინოსი პაკუ და გარამი დავიჭირეთ. მაგრამ აქ დიდი თევზებიც არიან. შეხედეთ ამას. ღმერთო ჩემო, ეს კიდევ ერთი დიდი ვალჩერ კეთფიშია. დღეს უკვე მეორეა. ჩავაგდებთ ვედროში. არ მჯერა ბიჭებო, შეხედეთ ამას. ეს პატარა მტკნარი თხლის ზვიგენია. ღმერთო ჩემო, აქ მართლა ძალიან ბევრი თევზია. უნდა ვიჩქარო, შეხედეთ ამას ბიჭებო. არც კი ვიცი ეს რა სახეობის კეთფიშია, მაგრამ ძალიან მაგარია. კომენტარებში დაწერეთ რა თევზია ეს. მგონი კიდევ რამდენიმე თევზი ყავს აქ. კიდევ ერთი დიდი როიალ პლეიკოა. შეხედეთ ამას. ეს აუზი პირდაპირ სავსეა ამ არსებებით. თევზის მახის დარჩენილი ნაწილი დავაცალე და ბოლოს ვიპოვე ეს პატარა ფრონტოზა და პატარა მკბენა რაკუ. ღმერთო ჩემო, შეხედეთ რა საყვარელია ეს ბიჭებო. ეს პატარა მკბენა რაკუ. დანარჩენი კი თავგომბალები და კოღოს თევზებია. ნუ იდარდებთ, მათაც გადავარჩენთ. ეხლა კი ბიჭებო, დრო შევამოწმოთ მესამე და ბოლო თევზის მახე. ეს ყველაზე დიდია. თუ მონსტრი რომელიმე ამ მახეში იქნება, სწორედ ამაში იქნება. ასე რომ დავიწყოთ. ღმერთო ჩემო, მოიცადეთ. მართლა გზნობ რომ რაღაც მოძრაობს მახეში ამ წუთას. რაც არ უნდა იყოს დიდია. ღმერთო, თუმცა ვერაფერს ხედავ. ვნერვიულობ ბიჭებო. ვიცი რომ რაღაც ვიგზენი შიგნით. ღმერთო ჩემო, არ არსებობს. ნახეთ ეს, მახეში ნამხეში ნამდვილად ალიგატორია. ღმერთო ჩემო, არ მჯერა ბიჭებო. ჩვენ მართლა დავიჭირეთ ალიგატორი. ფრთხილად უნდა ვიყოთ ბიჭებო. ეს ნამდვილი ალიგატორია, თუ მოუნდება ხელებსაც კი მოგვაჭრის. ეს ნამდვილად ის ურჩხულია, რომელსაც მთელი ეს ვიდეო ვდევნიდით და მართლა დავიჭირეთ. ღმერთო ჩემო, ეხლა ხან სადაც ჩემი დაგბენა, ნახეთ, ეს მართლა ძალიან საშიშია. ცოტა ხნის წინ აუზში ვიყავი, შეიძლებოდა დაესხა თავს. ფიქრობთ ამამაც შეიძლება ითქვას, რომ საბოლოოდ გავიგეთ რა ესქმოდა თევზებს. მაგრამ სამწუხაროდ, რადგან ეს ალიგატორი ასეთი დიდია, ალბათ ბევრ თევზს მთლიანად ჭამდა და ჩვენ ამის შესახებ წარმოდგენაც არ გქონდა. მაგრამ კარგი ამბავი ისაა, რომ საბოლოოდ გამოვიყვანეთ და ამ გზაზე ბევრი თევზი გადავარჩინეთ. ეხლა უნდა გადავთქვიდოთ რა ვქნათ მასთან. მაგრამ ეს მარტივი არ იქნება, რადგან კანონით ალიგატორს ვერ შევეხებით, მაგრამ უნდა გამოვიყვანოთ თევზის მახედან და დავწმუნდეთ, რომ ისევ არ დაბრუნდებათ ბორში. ასე რომ ერთი იდეა მაქვს. ფრთხილად მივიყვანე ის ნაკადულთან, სადაც რბილბაკიანი კუ გაუშვი. შემდეგ კი დანით გავჭერი მახე, რომ თვითონ შეძლოს გამოსვლა. ვაუ, მეგობრებო, რა გიჟური ვიდეო იყო ეს. ამდენი თევზი გადავარჩინეთ და ბევრი მონსტრი დავიჭირეთ, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ტბორში კიდევ ბევრი თევზია დარჩენილი. თუ გინდათ რომ დაბრუნდე და მთელი ტბორი დავაშო, ჩამოიციეთ ქვემოთ და დაალაიქეთ. 100,000 ლაიქი და ამას გავაკეთებ. მაგრამ ეხლა შემდეგ ვიდეოში გნახავთ. მშვიდობით.